ვარკეთილში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის, ჯავახეთის ქუჩის ოდნავ სიღრმეში არის რესტორანი მონადირე. ამ რესტორანზე მოგწერეს არ მოგიყვებით ახლა შინაარს, მაგრამ ნამდვილად მივხვდით, რომ უნდა მოსულიყავით აქ. რესტორანი არის ისეთ ადგილას, აი თუ იცით, ცენტრალურ ქუჩაზე არის რესტორანი ხვაჩკარა და იმის უკან არის სიღრმეში ეს რესტორანი. ვეძებდით დიდხანს, მაგრამ ვიპოვეთ და აგერ აღმოვაჩინეთ. მადონა სამზარეულოშია, მე გარე პერიმეტრს ვათვალიერებ. მაცივრები კოროზირებულია. ზევიდან წვეთავს, რა არის ეს? არა, მჟავი არ არის, ზეთი არის. რაღაცა ქონდათ ალბათ ზევიდან დადებული და იქიდან გადმოვიდა. კოროზირებულია აბსოლუტურად ყველა თქვენი მაცივარი. ეს გამართული მაცივარია, ხო? აქ რა გაქვთ? ხორცის დასამუშავებელი. სათავსოარი და ხორცის აპარატია, გასატარებელი აპარატია. ამაზე გავაკეთო კომენტარი, ვერ ვხვდები, სრულიად შოკირებული ვარ. ასეც თბილისში ნამდვილად არ უნდა იყოს სამწუხაროდ. აი აქ ნახეთ, თავდახურული უნდა იყოს ყველაფერი აუცილებლად. ქათამი ნიუ-იორკში. ეს შემწვარი ქათამი. ეს რა არის? ოსტრი. სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობა, რასაც ვხედავ. ხორცი ბრწყინვალია. ხორცყიდულობ ასოს. აი თუ ნაგებული ნახე. ხორცი, იცით რა, ხორცი თქვი რომ ძალიან კარგია, კი ბატონო, მაგრამ ხორციდან გაკეთებული კერძებს როგორ ინახავთ და ის მეორადი კერძები ამდენი რაოდენობით რატო გაქვთ შიგნით? აი ეს მითხარი. ეს მითხარით. კი ბატონო. მაგრამ აი საყინულე და მაცივარის გამიჯვნა არა გაქვთ. საყინულეში რატო გიდევთ ეს პროდუქტები მითხარით? ეს საყინულია თუ მაცივარია? საყინულე მაცივარია, მაგრამ თიშავთ ხოლმე როცა პროდუქტზე იმასქნის რა. ეხა ეს ჩაყინულია ხორცი, კი ბატონო. ისენი რა არის? გოლღვიძლია ესე გაყინული უნდა შეინახოს ეს. ისა, კუჭმაჭი იმისი. ნაყიდი ჩვენი. გასაგები. ეხან მითხარით. აი აქ აი რო რამის ამოსაღებად რო მიდიხართ და გამზადებული ხინკლის ფარში რო გაქვთ, რომელიც არ გაირეცხება. არა, ერთი წუთი მომისმინეთ. ხო და რატო უნდა იყოს ერთად მითხარით ჯვარი მაცივარში უნდა იყოს და საყინულეში არ უნდა იყოს. ანუ თქვენ ყინავთ, გარკვეულ ტემპერატურაზე აყავთ, მოიცადეთ. აი ხინკალზე აქ ვიცაცა უნდა უთხრათ, იმ წუთში ტარდება ხორცი. ნახე ხორცი. არა, ნახეთ. მე არ გედავებით. კითხვას გისვამთ და პასუხი მითხარით კითხვაზე. ნახეთ, ხორცი არის გაყინული, მიპასუხეთ. კი, აპარატში. საყინულია, კი ბატონო. ეს გამღვალია უკვე. და იმაშია, თავისივე სითხეში სურავს. აი ეს გულღვიძლი, ხო? ეს რა არის? კუპატი. კუპატიც გაყინულია? გამზადებული და ჩადებული მაცივარში ხო გარეთ ხო არ დავდებთ კაცი? არა, ქალბატონო, არ გეუბნებით, ხო არ გეუბნებით გარეთ, რატო არ დევს თქო? ანუ გაყინულია, ხო ესეც? ეს ახლა ხინკლის შეკვეთა დაგვირეკეს და სანამ გაამზადებს ცომს და იმას ჩადო მაცივარში. მაცივარში არა, საყინულეში ჩადო. და საყინულეში, ანუ თქვენ თვითონ მეუბნებით, რომ გარკვეულ ტემპერატურაზე რო ავა, მერე თიშავთ და მერე გაქვთ და მერე ისევ ყინავთ. ანუ ყინვა, ამის თქმა მინდა რომ გაყინვა, გალღობა პროდუქციის არ შეიძლება ძვირფასო. არავითარ შემთხვევაში. ეს უბრალოდ ძალიან პროვოცირებას იწყებს მიკრობთა ზრდას და აფუჭებს პროდუქციას. ბაყალი, სადაც მზადდება მწვადი და ქაბაბი. ტერიტორია არის ძალიან მოუვლელი. ხედავთ ღია კუპეს და იქ არიან ადამიანები, სტუმრები. უიმე, ნახეთ რა საინტერესო შენობა, შეხედეთ? კუპეები აქეთ, იქით და შვაში არის მ და ჟ, ქალ და ვა. ვა, ალბათ ვაჟები, ქალები. თუ სწორად წავიკითხე, მ და ჟ გასაგებია. აი ეს არის ტუალეტი. უკვე გული მისკდება, მაგრამ მაინც უნდა გაჩვენოთ. აი ეს არის ძალიან მოუწესრიგებელი, ვაიმე. არ ვიცი. ხელსახოცით
გავაღებ თურქული ტუალეტია. აი ასეთი ძალიან ბინძური ნიჟარა. ვერაფერს ვერ შევეხები უკაცრავად. მაგრამ აი ამ საპირფარეშოთი უკვე შემიძლია თქვა, რომ არც სამზარეულო იქნება მოწესრიგებული. ეს რა არის? ფრის აპარატი, კი ბატონო. ზეთის სუფთა აშიგნით. ეს გამზადებული ხაჭაპური აქაც ხოვთ, კი ბატონო. რაც პროდუქცია შეგვიძლია სუფთად იმაშვებით, მაგრამ თვითონ პირობები რა? პირობები გაქვთ ძალიან ცუდი. აი პროდუქციაზე ვუშაობთ, რა ვიცი, მეც ვთილობთ. ძალიან ცუდი. ეს შეკვეთა გაქვთ სტუმარს ელოდებით? აქ ხინკას ხარშავთ, ხო ალბათ? იქეთ რა არის? იქით დარბაზია პატარა. და პატარა დარბაზია. აი ესეთი ტაფები არ შეიძლება ძერფას. აი ესეთი ტაფები. აი ეს არ უნდა იყოს, აი ესეთი ტაფები არ უნდა იყოს. ნახეთ, კიდე რა მინდა გითხრათ, მდგომარეობა გასაგებია, რომ ძალიან ცუდია. მესმის, რომ როქოდეთ ფინანსური მდგომარეობა გააკეთებდით და ვერ აკეთებთ, მაგრამ აი ახლა მითხართ, აი ამის გამორიცხვას რა უნდა? გამორიცხვას ხარ ჭირდება ფინანსები. არა, არც მე არ გედავებით საერთოდ არა ვარ განწყობილი უარყოფითად თქვენს მიმართ და არც ვაპირებ დავას, კი ბატონო. აი ნახეთ, არა მესმის, მე ყველაფერი მესმის, თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმეს აბსოლუტურად ყველა ერთნაირ პირობებში ვართ. კი ბატონო, მაგრამ ეს რა უნდა იყოს, იცი, მე პატრონებზე უნდა იყოს გაწეული, არ უნდა გაქირავდეს ისეთი ობიექტი, ყვევის ობიექტი. თქვენ რო ქირავთ, აი თქვენ რო ქირავთ, ნახეთ, აი იქირავეთ ხო ობიექტი. შეიძლება იყოს რაღაცა ობიექტი მოუწესრიგებელი, შეიძლება იყოს რაღაცა, ანუ ისევ მეტლახი არ იყოს, თუმცა ესეც დაუშვებელია, მაგრამ კარგით რაღაცა ნიუანსები არის, მაგრამ აი მითხარით, აი ამ კუთხეებს და კედლებს რომ მოვყვეთ, აი ამის გაწმენდა და გარეცხვა ხო შეიძლება. მარტო აი ესეთი ხარისხიანი და კარგი ხორცი ხო არ არის. აი მითხარით, აი ამით რო გადამიწმინდავთ მაგიდას, აი ხوارში ლარიან ტილოზია ლაპარაკი, რომელიც უნდა იყოს. აი ერთი, მეორე, აი ნახეთ, ესეც ნარეცხი, არც ერთი არ არის ისეთი, რომ მაგიდა გადამიწმინდოთ და დავჯდე და შევჭამო. აი ელემენტარულად, როდისმე შეგიხედია თქვენით? აი უბრალოდ შეიხედეთ, აი რა მდგომარეობა, ამის ჩამოშვება და დაფარვა ეს ხო არ ნიშნავს, რომ ობიექტზე კარგი მდგომარეობა გაქვთ. ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვთ და ძალიან მწუხვა. თუმცა ეროვნული სააგენტო იყო აქ საერთოდ? არასდროს არ ყოფილა? ანუ ამ ობიექტის შესახებ არც იცით. ნახეთ ქალბატონო მაკა, ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა. აგერ გიდევთ ხორცი, რომელიც სუნთქავს. არაჩვეულებრივი და ზევიდან ხდება ცვენა. კარგი, დავანებებ ამას თავს და კიდე ჩამოყრით და რაღაცას იზავთ არა. რა გაგიჭირდათ ისე რომ აი ეს საშინელება ვერ ჩამოაგდეთ და ვერ გადააგდეთ. გარეცხვაზე ზედმეტია ლაპარაკი. როდესაც აი ცვენა მიმდინარეობს და როდესაც აი ასეთ მდგომარეობაშია კედლები, არავით არ შევთხეთ. და რა ვიცი, აქ ორთქლი რო ხდება, აიწყება მაინც ისე დასკრა. იაფიანი პლასტიკატი გააკარი. ეს არის რესტორანი მონადირეს ტერიტორია, აი საშინლად მოუწესრიგებელი, აი არასოდეს აქ არაფერი მე მგონი არ მოუხვეტიათ, არ დაულაგებიათ, აი ესე პირდაპირ სამზარეულოდან აქედანაც ხედავ რაც არის ეს სამზარეულო და აქედან მოდის მილი, გამოდის აქ და აქ შეგიძლია ხელი დაიბანო, აი ესეთი ბიძურესი რაღაც საშუალებები, რაღაცა ტილოები რა არის, არ ვიცი, ყველაფერი ძალიან ბინძური. აი რასაც ვხედავ, აი არაფერი არ მომწონს, ნუ რაც ხდება სამზარეულოში თქვენით ნახეთ და მაინც შეგახედებთ დარბაზში რა არის. აი ესეთი უბინძურესი ხალიჩა დევს შემოსასვლელში, აი ესეთი არ ვიცი, რაღაცა ძველი გადასაფარებელი, არ მინდა არაფერს შევეხო, იმიტომ რომ აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ არ არის სუფთა, აი ესეთი დაშლილ დანგრეული რაღაცა მაგიდა, არ ვიცი, აი ეს არის გარემო. როგორ გითხრათ, ერთადერთი რასაც შეიძლება რომ თვალს ესიამოვნოს ეს არის ბუხარი, ცეცხლი, იმიტომ რომ ცივა ამინჩი ნამდვილად კარგია, სითბო ყველაფერი დანარჩენი, ნუ აი აქაც რაღაცა ესე დაყრილი ნახშირი თუ რა არის, არ ვიცი. მოკლედ სერიოზულად აკლია სისუფთავი. აქვე ეწევიან აგერ ხედავთ სიგარეტის იმას.
და სუნიც დგას სიგარეტის მოწევა არ შეიძლება ხო იცით შენობაში აქ გრძალულია კანონი თქვენთან ეწევიან და საფერფლებიც ვნახე ბლომად გარეთ ხო რა ვიცი გარეთ არ მუშაობთ არაფერი არ არის და ფაცხებში ახლა ძია ხო რა ფაცხებშიც არ შეიძლება მოწევა მაგრამ გარეთ ხო უნდა დაუდო აი იქ უნდა მოწიო აი ეზოში რაც ღია რაც დაკეტილი არა რა ვიცი არ გაქვთ არც ერთი მაგიდა და არ მუშაობთ და რანაირად მაგას ვიცი არა გარეთ რო გამოვა ადამიანი ხო უნდა ჩააფერხოს უნდა აჰა გასაგები როცა გარეთ გამოდის მაშინ მიგაქვთ ეს საფერფლები ხო უნდა დააფერხოს შიგნით უკვე მეორე თუ მესმის ეს ახსნა ეს რა არის არა ის საწყობია აქ ინახავთ პროდუქტებს? აბა ამას რა უნდა აქ? რატო არის აქ კარტოფილი და კარტოფილს აქ რეცხავთ? კარტოფილს აქ რა უნდა ამ საღორეში რა უნდა პროდუქტ საერთოდ? აბა ეს რა არის? აი ნახეთ, ეს რა არის? ამას შეხედეთ. ეს არის რესტორანი მონადირე, აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა შეხედეთ თქვენ თვითონ. ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის რესტორანი მონადირე. აქ საკვები გვაქვს და აქ საპირფარეში. ძალიან წოხვარ, რომ ესეთ სიტუაციაში მოგვიწია მოხვედრა. პროდუქტი და უნიტაზი ერთ სივრცეში არ უნდა იყოს. ნიჟარა, სადაც ხდება პროდუქტის დასუფთავება, მოწესრიგება და მოთხოვნების დაკმაყოფილება ერთ სივრცეში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობს. არ მომეწონა ეს რესტორანი მონადირე, ვერანაირად რეკომენდაციას ვერ გაუწევთ. ისიც ნახეთ თქვენ სამზარეულო, სადაც მადონა იყო შემოსული განამღებ ჯგუფთან. არ ვიცი, შეიძლება პროდუქცია არის ძალიან კარგი და გემრიელი, მაგრამ გარემო იმდენად მოუწესრიგებელია და იმდენად აი სისუფთავის შეგრძნება არ გაქვს საერთოდ. აი საერთოდ თითქოს არ ყოფილა აქ არც ცოცხიც, არც აქანდაზი და არც ტილო და არც არაფერი. ამიტომ აი ესეთი ძალიან სევდიანი შთაბეჭდილებებით ვტოვებთ ამ ადგილს. ჩვენ ვართ ვარკეთილში, ჯავახეთის 152 გ რესტორანი მონადირე.